დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხარ? დაყაყანებულია მთელი მსოფლიო შოქშია, ამერიკა ცალკე შოქშია, უკრაინა ცალკე შოქშია. ნუ ჩვენ ხო საქმე გამოგვილია და მარტო პოლიტიკაზე უნდა ვილაპარაკოთ და რატომღაც ბევრს გონია რომ ჩვენ მიბმულები ვართ უკრაინაზე, საერთოდ არა ვართ მიბმულები. ჩვენი გეოპოლიტიკით. ნუ რაც არის, ახლა ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ოღონდაც ეს იცოდეთ. და ეხლა რაც მთავარი კითხვა მაქვს, აი ვინც მეკამათება, ნუ Facebook-ზე ხო საერთოდ აღარ ვდებ არანაირ პოსტებს რა. რომელი აბონციციაშვილი გავხდი, იყო ეგეთი პოლიტიკური მიმოხილველი, დავიღალე რა, მაგრამ რაღაცა მინდა გაგიზიაროთ, ჩემი დაკვირვება, აზრი, ჩემი კუდის ამბები, კუდი არა, ჩემი კუდი, ბრძელი კუდის და ინტუიციის. ვთქვათ, მე გავლანწყე და გავთათხე პრესკონფერენციაზე და მეც გამლანწყა და გამთათხა კობახიძე. ან ვიძინა, რა ვიცი, გამლანწყა, გამთათხა, მეც გამლანწყა, გავთათხე და ამის მერე წავედი იმედის ტელევიზიაში, მივეცი ინტერვიუ და ვამბობ ეგეთ რაღაცას. I'm not sure we did something wrong. არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ რამე ცუდი გავაკეთეთ ან დავაშავეთ. იფიქრეთ. კოცო შენც იფიქრე, ნაცო, შენც იფიქრე, უსაქმურო, შენც იფიქრე, შუაშესტო, შენც იფიქრე და საერთოდ ვიფიქროთ. იმიტომ რომ სპეცსამსახურების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ ფიქრის საშუალება გავგვეთიშოს. თუ ვერ ფიქრობ, მაშინ ChatGPT-ს კითხე კაც. აბა, წარმატებული დღე. რადგანაც ბევრი გულები მივიღე აბონციციაშვილი გააგრძელებს. გეკითხებით, ასეთი დონის, ასეთი მასშტაბის პრესკონფერენცია არასოდეს არ ტარდება თარჯმანის გარეშე. რა საჭირო იყო ზელენსკის ელაპარაკა ინგლისურად, სადაც შესაძლებელი იყო ბევრი წინადადების წყობის გამო და ბევრი სიტყვების თამაშის გამო რაღაცეები არასწორად გაჟღერებულიყო. რატო? ასე იყო საჭირო და მიტო.